და მამისა და დადისა და სუისა თმისა და დღეს არის ნათლისღების წარსავნა რას ქვია ეს ნათლისღება ხო იყო 19 იანვარს და ეს დღესასწაული გწედება რამდენიმე დღე და დღეს თავდება და კიდევ ერთხელ გილოცავ ნათლისღების დღესასწაულს ჩვენს ყველა მის ვინათლებით ვართ ეკლესიის წევრები და ხვალ კიდე მის ვინათლები ვართ და ხვალ კიდე არის წმინდა ინოს სენების დღე გარდაცვალების 27 იანვარს და წმინდა ინო იყო სუთხუთმეილის გოგო რომ მოვიდა საქართველოში და ქართველები იყვნენ კერთახმამისცემლები რაც ქვია გარდა ებრაელებისა ყველა ეროვნების ადამიანებს ღმერთი იყო ან ზე ან თვარე ან ხე ჭონდიდი ან სხვა მართალი საწუნება ჰქონდა მარტო ებრაელებს რასაც ქვია ბიბლია ძველი აღთქმა არის ებრაელების წიგნი წმინდა წერილი და წმინდა ინოს ნოცვით მეფე მედიანი რომელიც იყო წარმოშობის სპარს ირანელი გახდება პირველი ქრისტიანი მეფე და როგორ გახდება დღეში რო იყო ნადირობდა და დაუბრუნდება თვალი და თავის ღმერთებს თხოვს და თვალი არ აეხილება და მერე გაახსენდება წმინდა ინო და წმინდა ინოს ღმერთო შემეწიეო და თვალი აეხილება და ამის შემდეგ მოინათლება და რატო ქვია წმინდა ინოს გამაათებელი იმიტომ რომ ღვთის მადლის გარეშე ცოდნა აშველის ადამიანს მადლობა ღმერთსო ქართველებს აქვს საშუალება ესწავლონ ევროპაში ამერიკაში და ხედავთ რომ იქ 1000 ჯერჯობიან ეს ტექნიკური პროგრესით ექიმებით ხშირად ვამბობ მაგალითს რომ ერთი ოჯახია საფრანგეთში და ამბობს რომ საქართველოს რო ყოფილიყო მოგდებოდიო იმიტომ რომ მან ყოფილია იქაური ექიმების და მედიცინის და ყველა პროგრესით ტექნიკური პროგრესით ჯობიან მაგრამ ხშირად მოყავს მაგალითი რა ხდება იმათ მიტინგებზე არა მარტო გერმანიაში მთელი ევროპის ქვეყნებში და სინო საბერძნეთში სხვა ათონის და აგვერჩი მაგრამ იმ მიტინგებზე რა ხდება მიტინგებზე ცეცხლოვან ბოთლებს ეცვიან მილიციელებს ის მილიციელები ხო თანამოქალაქეა იმდენად ბოროტდებიან იქ ხშირად მომბორო უმუშევარს მეტი აგვდირი აქ მუშას მაგრამ გუში ღმერთი რო არ არის ადამიანი პატარა რაღაცის გამო როგორ ბოროტდება რომ ესე იგი ახამეცინ რო იყო მიტინგი 600 მანქანა გადაუწვიათ სახლები გადაწვეს და რატო იმ რაღაცა მოაგდათ პატარა და რა აკლიათ მადლი აკლიათ და ჩვენში არის მადლი ქართველებში მაგრამ ხშირად მომბობ დღევანდელი მდგომარეობა ქართველების გავს მკვდარ ლაზარეს აყოლებულ ლაზარეს ჩვენ 80% მოწუნები ვართ გეთანხმებით მაგრამ რა ხდება ქართველი ადამიანი გვდება ლოთობით და წამლით ამ დროს უკითხო მოწუნია და სანტეს მაგრამ თვითონ ეს შინაარსი რომ ქრისტიანობა რა არის შენ თუ გჯერა რომ ქრისტე უფალია რა უნდა გახსოვდეს ყოველთვის მარტო აღთუმაკია რა აღთუმაკობას გიხარია რამხელა ჯვარცმა წამება გადიტანა ღმერთმა და შენ როცა იმის ცოდნა გააქვს რომ და ცოდნა გააქვს მარტო ბეჯისერი და სანდისნანტებით ჯერა რომ ქრისტე უფალია და აღდგომისას ყველა ხალხი მოდის მიხარია მარტო ჩემთაზარში კი არა სავსეა დაძრები მაგრამ ცხოვრების წესი და ტყუილია ურთიერთობაში მიღებული მე ამ ჩაცმულობა არის შინაგანის გამოხატულება სოხუმელი ვარ და პლაჟი მახსენდება საფხუში ამ დროს ქართული ქალები არიან ამ დროს მამაკაციც რო ხარ და ეს მუზეუმად რო იცვამ რაღაცას საცვლებს ამ დროს შორტიქს ეძახი ხარ დროის და მოდიშვილი და არა ღმერთის უნდა გავხდეთ ღმერთის შვილები და უკრაინამ რა მიიღო ამერიკელების ყურებით ხედავთ დაუყუროთ ვისა ღმერთსა თიშობასა და ხშირად მოყავს ივერიის თიშობის მაგალითი რომ ივერიის თიშობის ეს რომ მონასტერი ათონისთაზე იმის დარბევა უნდა და 9 გემით მოდიოდნენ და რა მოხდა ყველა ჩაიძირება მეთის ძალით და გადარჩება მარტო ერთი ვისაც ვინც უფროსი იყო მაგათი და იმის მაგრივად რომ გაენადგურებინა მონასტერი ფიზიკურად და გაეძარცვა ბევრი ოქროვეს შეწირავს დაინახავს აქ ღვთის ძალას ამის თქმა მინდა რომ შენ რო აგინებს სულით მეზობელს ფიზიკური დაჩაგვის გამო უნდა იცოდე რომ ეს წარსულში ხშირად ვიყავით დაწოგებული თურქებისგან ირანელებისგან დაღესტნის ეკებისგან არა იმიტომ რომ ისინი ცუდები არიან ბიბლიის მიხედვით შენ ხარ ცუდი და გამოსავალი რაშია სინანულში ეს სინანული მოგცეს ღმერთმა ჩვენთან არის ღმერთი